გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ესაა გადაცემა არაფერი სასაცილო. რამდენიმე დღის წინ თელმა ქვეყანამ ვიხილეთ ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის კარიერული პიკი. ოქროს მედლებისა და სხვადასხვა ტიტულების დაცვის შემდეგ მათ მოახერხეს ყველაზე მთავარი რამის დაცვა. ოლიგარქის ტრაკის. არ ვიცი, ისტორიული შედეგი დაიდო. აი შეხედეთ, ლაშა ტალახაძე რა გრაციოზულად მიისწრაფის იმ ადამიანის დასარტყმელად, რომელსაც ისედაც 4 კაცი ურტყამს. აი ესაა სპორტული ჟინი და პირველობის წყურვილი მეგობრებო. მაგრამ ამ კარიერულ პიკს უკან დიდი შრომა უდევს. ლაშამ ბევრი იშრომა, რომ მისცემოდა პარლამენტში მუშტიკრივის პრივილეგიები. თან შეგახსენებთ, რომ ტალახაძემ თავი იჩინა არა მხოლოდ მძიმე წონების აწევით, არამედ მძიმე საკითხების წამოწევითაც. ჩვენ ვიპოვეთ ერთი ვიდეო, რომელიც მგონია, რომ ბევრს არ გექნებათ ნანახი. ჯერ კიდევ 2020 წელს ლაშა იმუქრებოდა ამ ეტაპისთვის არა, მაგრამ თუ ფინანსურად არ უზრუნველმყავით, სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზებ. არის ამის შანსი. თუ ქონია შემოთავაზებები დაუშვათ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე გამხდარიყავი. ამ ეტაპზე ნამდვილად არა, მაგრამ პიკისკენ შესაძლებელია თუ არაფერი შეცვლა კიდევ და კიდევ სასიკეთოდ, შეიძლება მართლა დაფიქრდეს ადამიანი, მოდი წავალ იქიდან გამომდინარე უკვე ალბათ შეცვლა მოიწყო ცხოვრებას. ანუ სიმძიმეებთან ერთად ეს კაცი საკუთარ ფასსაც წევდა. აქვე უნდა აღინიშნოს მეგობრებო, რომ ბენზინის ფასის აწევაშიც ტალახაძემ ყველას გადაასწრო. ზოგადად მისი ძლიერი მხარეა რაღაცების აწევა. წყარად იყო, თორე ახო, ყველაფერი საწევე შეგიძლია, ხა, გენასალისი. ნამდვილად. გორში მის მფლობელობაში არსებულ ბენზინ-გასამართ სადგურზე პრემიუმის ფასმა ყველა სხვა კომპანიაზე ადრე აიწია 22 თეთრით. ყველას დაასწრო გაძვირება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ ინტერვიუდან ზუსტად 6 წლის თავზე ბეტონის ბიზნესის მფლობელი გახდა და დღეს ათეულობით მილიონ ლარს ატრიალებს. ბეტონის ბიზნესში როდის გადახვალით? როდის გადაწყვიტეთ, რომ ქვიშაღო 2-13 ხორი საქმე იყო? და იცით რომ ხალხს სახლები დაუნგრიეს ამის ქარხნის, ბეტონის ქარხნის მშენებლობის გამო. ადგილობრივ სახლები რო ენგრევათ, თქვენ არ გაგიხარეთ? თქვენი ქარხნის წინა მხარეს ქალბატონი ცხოვრობს. თქვენს გულისხმობთ. მაგადამია ჩვენ დახმარებას შევთავაზეთ. მოკლედ თავის დროზე იწუწუნა ლაშამ, ფული მაკლიაო. და ჩათვალე აი არაფერი არ გაქვს სპორტსმენს. აი უსმინეთ, ძალიან გქონდ უსმინეთ. სისტემამაც მოისმინა უცნობის ეს თხოვნა და ბიზინა ივანიშვილს ახალი სატკივარი გაუჩნდა. ხელში ყავს 2 ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. 2 კუნთიანი ტიპი. სად უნდა დაასაგმო ასეთი კადრი? კერძო დაცვაში იქ ყურადღება და ფიქრიც გჭირდება. გადამზიდ კომპანიაში იქ ცოტა სიხდიან. სამშენებლოზე იქ შრომა მოგიწევს. და ბიზინამ იპოვა ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, სადაც კუნთის მეტი არაფერი გჭირდება. საქართველოს პარლამენტი. დაგვისვა ეს ბიჭები და ხელფასიც დაუნიშნა. და როგორც კი ტალახაძემ კოსტუმი ჩაისვა, მოხდა ის ტრანსფორმაცია, რომელიც ბულგაკოს ზაღლის გულში აქვს აღწერილი. მოკლედ შეგახსენებთ. ქუჩაში ნაპოვნ ძაღლს შარიკს ადამიანის ჰიპოფის გადაუნერგავენ. ანუ თავის ტვინის ქვედა ნაწილს. შარიკი ნელ-ნელა გაიმართება, 2 ფეხზე დადგება, ლაპარაკს იწყებს, კოსტუმს იცვამს. ფორმალურად ადამიანდება, მაგრამ გული ძაღლის არ რჩება. ანუ სრული მორჩილება ძლიერის მიმართ და სისასტიკე დანარჩენების მიმართ. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ზუსტად ამ თვისებების გამო იგი იქცევა იდეალურ კანდიდატად პარტიის წევრობისთვის. შარიკოვი ამაღლდა არა იმის მიუხედავად, რომ წარსულში ძაღლი იყო, არამედ ზუსტად ამის წყალობით. ახლა ალბათ იფიქრეთ, რომ ლაშა ტალახაძე ჩვენ ძაღლს შევადარეთ. არა მეგობრებო, სინამდვილეში რა ცხოველია, მაგას სულ რაღაც 2 წუთში გეტყვით. მანამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ შარიკოვის სინდრომი და მორჩილება გასაგებია, მაგრამ რაც 26 ივნისს პარლამენტში ვნახეთ, ეს ბევრად უფრო მასშტაბური და რთული მოვლენაა. სოფლიო ლიტერატურაში არის კიდევ ერთი საინტერესო წიგნი, ჰერბერტ უელსის დოქტორ მოროუს კუნძული. ამ წიგნში შეშლილ ეგომანიაკ მეცნიერს მთელი კუნძული აქვს გავსებული ცხოველებით, რომლებისგანაც ადამიანების გაკეთებას ცდილობს. დოქტორი მოროუ ხსნის, რომ უკვე 11 წელია კუნძულზეა და ფანატიკურად ცდილობს ცხოველების ადამიანად გარდაქმნას. ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ცხოველის ნაწილებსაც კი აერთებს. თუმცა როგორც თავადვე აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებას უახლოვდება, მის ექსპერიმენტებს ერთი ცუდი ჩვევა აქვს. ადრე თუ გვიან ექსტრემალურ სიტუაციაში მაინც უბრუნდებიან თავიანთ პირველ ყოფილ ცხოველურ ფორმასა და ქცევას.
ბიძინა ივანიშვილი უკვე 12 წელია ამგვარი ექსპერიმენტებს ატარებს თავის კუნძულზე. ოღონდ პირიქით, დოქტორი მოროუ ცხოველებს აადამიანებდა. ბიძინა კი ადამიანებს აბრუნებს პირველ ყოფილ ცხოველურ მდგომარეობაში. მან აიღო სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, ან ყოველ შემთხვევაში ორ ფეხზე მოსიარული არსებები, ჩააცვა პიჯაკები, დაასვა პარლამენტში და დეპუტატები დაარქვა. მაგრამ როგორც კი სტრესულ სიტუაციაში მოხვდნენ, ევოლუციამ მყისიერად უკან დაიხია და ეს ხალხი მომენტალურად დაუბრუნდა თავის ველო, ინსტინქტურ ფესვებს. დოქტორ მოროუს კუნძულზე მრავალგვარი ჰიბრიდი იყო. დღეს კი ჩვენ ივანიშვილის პარლამენტის ჰიბრიდებს დავათვალიერებთ და ვეცდებით გამოვიცნოთ რეალურად რა ცხოველებისგან არიან ისინი გამოყვანილები. მას ასე, ტოპ 5 ჰიბრიდი ივანიშვილის ნაკრძალიდან. მეხუთე ადგილი. დავიწყოთ ისევ ლაშათი. ჩვენ ვთქვით, რომ მასში ცხოველურმა ინსტინქტებმა გაიღვიძა. მაგრამ მოდით ბიოლოგიურად დავაზუსტოთ. რა ცხოველს ჩაუტარეს მუტაცია, რის შედეგადაც ლაშა ტალახაძე მიიღეს. თქვენ ალბათ გონიათ, რომ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე დათვს ვიტყვი, ან რომელიმე დიდ მტაცებელს, გორილას. არა. ტალახაძე ჩემი დაკვირვებით მიიღეს ეგზოტიკური პრიმატის, ზანტი ლორისის მუტაციით. ზანტი ლორისი ერთადერთი შხამიანი პრიმატია დედამიწაზე. და იცით რას აკეთებს, როცა მას მიუახლოვდები და თავს საფრთხეში გრძნობს? ის დგება შტანგისტის პოზაში, ხელებს მაღლასწევს და იღლიებს გიჩვენებთ, რადგან მისი შხამის ჯირკვლები ზუსტად იქ არის განლაგებული. ოღონდ ერთი პრობლემაა. ზანტი ლორისი ისე მოსწონთ ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულებს და იმდენად ძვირადღირებულია, რომ როცა ოლიგარქები მას შინისვამენ, პირველ რიგში სწორედ ამ ჯირკვლებს აცლიან. და მერე როცა ეს უჯირკვლო ლორისი ხელებს წევს და თავის ძველ დამაშინებელ პოზაში დგება, ის უკვე სახიფათო კი არა, საცოდავი საყურებელი. აი ეს არის ლაშა ტალახაძე, ოდესღაც ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც მერე ივანიშვილის კოლექციაში მოხვდა და ახლა მოთვინიერებულ პარლამენტში თავის კუნთებს მხოლოდ იმისათვის ათამაშებს, რომ ბატონი გაართოს. მოდით დავაკვირდეთ ჩვენი ზანტი ლორისის სხეულის ენას 26 ივნისის კადრებში. როცა დარბაზში ქაოსი იწყება, რას აკეთებს ლაშა? როცა გიგა ფარულავას უკვე რამდენიმე სხვა დეპუტატი აკავებს, მორბის და ზურგიდან ურტყამს. ცალკე პრობლემა ისაა, რომ ამ ჰიბრიდის გამოკვებას ძალიან დიდი ჰაბიტატი და რესურსი სჭირდება. ყველაზე ესეთი გოლიათი კაცი ხარ მსოფლიოში პრინციპში, ხო? აი მაინტერესებს ფულში როგორ აისახება ეს. აი გონორარში როგორ აისახება ეს. ახლა მეკეთყვი. ოფიციალურად ჩვენი გოლიათი 20-მდე საცხოვრებელ ბინასა თუ სახლს იკავებს თბილისსა და მცხეთაში. აქვს 10,000 კვადრატული მეტრი მიწა დუშეთში. თუმცა ეს როდია საკმარისი. მისი პირადი ბენზინგასამართის სადგური უკვე გიხსენეთ, მაგრამ როგორც ჩანს, არა საკმარის დაფასება თulis ამას ლაშა. ამიტომაც მან დააფუძნა კომპანია სახელწოდებით ჩემპიონი. აი თქვენი აზრით რა შეიძლება, როგორ შეიძლება გრძელდებოდეს ამ კომპანიის სახელი? ჩემპიონი, რა, ჩემპიონი ძალოსანი, ჩემპიონი, რა გვაფიქრდე? სპორტსმენი, არ ვიცი. ვერასდროს ვერ გამოვიცნობთ. მან დააფუძნა კომპანია სახელწოდებით ჩემპიონი ბეტონი. მოკლედ, ჩემპიონი ბეტონი არის კომპანია, რომელიც საგურამოს ელიტურ მშენებლობებს ამარაგებს და მას ფარულად თავად ლაშა ტალახაძე მართავს. გარდა ამისა, დედაქალაქმა მას კომპანია ჰილსაიდის მეშვეობით ყოველგვარი აუქციონის, შეჯიბრისა და კონკურენციის გარეშე პირდაპირ ჩაუკუჭა ჯიბეში 12,000 კვადრატული მეტრი მიწა ვარკეთილში. ეს დაახლოებით 3-4 მილიონი დოლარის ამბავია, მეგობრებო. რეგისტრაკი. მოგეხსენებათ არსებობს ტერმინი ქამრების შემოჭერა, რომელიც თავისთავში გულისხმობს, რომ ჩინოვნიკებმა მოზომილად უნდა იცხოვრონ. აი ლაშა ტალახაძეს აქვს სულ რაღაც ერთი ღილი შემოჭერილი. ფორმალურად. და თუ გავითვალისწინებთ ლაშა ტალახაძის კორუმპირებულობას, ამ ღილს ისეთი ძალისხმევის გაწევა უწევს, მეგობრებო, რო არ გაწყდეს. ლაშა ტალახაძეს არ მგონია რომელიმე ჩემპიონატზე, აი მაგხელა ძალისხმევა გაიწია. აი ეს ღილი არის, შეიძლება ითქვას, ოლიმპიური ღილი, მეგობრებო. მე მგონია, რომ ლაშა ტალახაძემ რაღაცა დროს თუ გადაწყვიტა ტანსაცმლის ბრენდის გაკეთება, უნდა დაარქვას ჩემპიონი ღილი. მოკლედ ასე აქცია ბიძინა ივანიშვილმა გოლიათი, რომელიც ოლიმპიურ სცენაზე 500 კილოგრამიან შტანგას წევდა, ზანტ ლორისად, რომელიც TV იმედის სცენაზე ნახეთ რას ეზიდება. როგორც შტანგას. შტანგის ფორმას თუ მიიღებ აუცილებლად მაქსიმალურად შეეცადებ ასე გამაგდეთ. შტანგის ფორმას ვერ მივიღებ.
წავიყვანოთ სტუდიიდან. ახლა კი გადავიდეთ მეოთხე ეგზემპლარზე. ბუნებაში არსებობს ერთი დაუწერელი კანონი. ზოგ ცხოველზე რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო ნაკლებად მოგწონს ის. აი მაგალითად კოალა. სანამ შორიდან უყურებ ევკალიპტის ხელში შეყუჟულს, შეიძლება გესაყვარლოს კიდეც. ფუმფულაა და უწყინარი ჩანს. მაგრამ დამიჯერეთ, როგორც კი ხმას ამოიღებს, მის მიმართ არსებული მთელი სენტიმენტი წამშიქრება. აი თუ არ გჯერათ მოусმინეთ. ხოდა რისი თქმა მინდა. ზუსტად ასე დაგვემართა გენო პეტრიაშვილის მიმართაც. სანამ ის ტატამზე იდგა, ყველას გვიყვარდა. მაგრამ როგორც კი პოლიტიკაში შემოვიდა და ხმა ამოიღო, ეს ეროვნული ილუზიაც დაიმსხვრა. მე არ შემიძლია არ შევეხო და არ ავღეშო რა არის ქართული ოცნების უმთავრესი მონაპოვარი. ეს არის ის, რომ დაუბრუნდა ღირსება ჩვენს მოსახლეობას, საზოგადოებას. მოდით დეტალურად დავაკვირდეთ ამ ჰიბრიდის ევოლუციურ მახასიათებლებს. ზოოლოგები გვეუბნებიან, რომ კოალას ტვინი არის აბსოლუტურად გლუვი. მას არ აქვს ხვეულები. იმდენად უტვინო ცხოველია, რომ ევკალიპტის ფოთლები რომ მოწყვიტო და თეფზე დაუდო, ის ვერ მიხვდება, რომ ეს საჭმელია და შიმშილით მოკვდება. ტვინი იმდენად პრიმიტიულია, რომ მხოლოდ ხეზე გამოკიდებულ ფოთოლს აღიქვამს. სამაგიეროდ გლუვი ტვინისგან განსხვავებით, კოალას აქვს სხეულთან მიმართებაში ყველაზე დიდი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ძუძუმწოვრებს შორის. ხოდა ეს ჩვენი კოალა ზუსტად ამ ფიზიოლოგიით გამოირჩევა. მას აქვს უზარმაზარი მადა და იკვებება ქართული ოცნების ტოქსიკური პროპაგანდით, რამაც მის კოგნიტურ უნარებზე კატასტროფულად იმოქმედა. აი თავიდან ვნახოთ 26 ივნისის კადრები. ჩხუბი დაწყებულია. მთელი ჯოგი უკვე პანიკაშია. ლაშა ტალახაძე ურტყამს. გენო კი დგას უკან და დაბნეულია. ეს მისი პაციფიზმი არ არის. უბრალოდ ჯერ ვერ ხვდება რა მოხდა. დარბაზში ატეხილი ხმაური და ვიზუალური სიგნალი ჯერ უნდა შევიდეს მის თვალში. გაიაროს 125 კილოგრამი კუნთი. ავიდეს მის გლუვ ტვინამდე. იმ ტვინზე ფეხი აუსხლტეს. მერე თავიდან აბობხდეს და იქ დაპროცესდეს. ამას კი კოლოსალური დრო სჭირდება. ზუსტად მაშინ, როცა ბრძანება დაარტყი მის ტვინში საბოლოოდ გაიცა, ჩხუბი უკვე თითქმის დამთავრებული იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე დარბაზიდან გაჰყავდათ და ზუსტად ამ ბოლოწამ შეიჭრა გენო ეპიცენტრში და თავისი დაგვიანებული დარტყმა შეასრულა. მან უბრალოდ გვიან გაიაზრა, რომ რა კი ყველა ამ ადამიანს ურტყამს, მერე შეიძლება პატრონმა გკითხოს, შენ სხვა რისთვის დაგვსვით პარლამენტში. იცის გენომეს, ძალიან კარგად იცის, რომ სხვა მართლა არაფრისთვის დაუსვამთ იქ. ეს გლუვი ტვინი მხოლოდ ფიზიკურ რეფლექსებში არაფერხებს, მეგობრებო. პარლამენტში შესვლისთანავე ამ ჰიბრიდის პირველი საპარლამენტო ინიციატივა იყო არა რაიმე რეფორმის შეთავაზება, არამედ ჯოგის პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემა. გენომ ჯერ ისიც არ იცოდა დარბაზში სად იჯდა, მაგრამ დომინანტი მამრისთვის მედლის ჩამოკიდების ინსტინქტმა ყველაზე სწრაფად ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმუშავა. მადლობა მინდა პირველ რიგში გადავუხადო ქართულ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ხომ არ აჯობებდა უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისათვის. და ბოლოს მივედით ამ არსების ყველაზე საინტერესო ანომალიასთან. კოალა არის ერთადერთი არაპრიმატი ცხოველი დედამიწაზე, რომელსაც აქვს ადამიანის იდენტური თითის ანაბეჭდები. წლებია მეცნიერები, ზოოლოგები და ევოლუციური ბიოლოგები იტეხენ თავს და ცდილობენ ამოხსნან ეს ფენომენი. აი რატომ, რაში სჭირდება ხეზე ჩამოკიდებულ გლუვტვინიან ზანტ არსებას, რომელიც მთელი ცხოვრება მხოლოდ ფოთლებს ღეჭავს, თითის ანაბეჭდები. ამ კითხვაზე თავს იჭყლედნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. მაგრამ დღეს, მეგობრებო, გენო პეტრიაშვილმა მეცნიერებას საბოლოო და ამომწურავი პასუხი გასცა. კოალას თითის ანაბეჭდი სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში შესვლის დროს ბიომეტრიული ავტორიზაცია გაიაროს. მორჩა გადაიჭრა უდიდეს სამეცნიერო კაზუსს. არ ვიცი, ისტორიული შედეგი დაიდო. მესამე ადგილი. ვასილ ჩიგოგიძე, ვომბატუს ბულკუს, ანუ უძრავი ბულკა. ახლა ჰიპერაქტიური მხტუნავი მტაცებლებიდან ეკოსისტემის ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ, მაგრამ სტრატეგიულად შეუცვლელ ეგზემპლარზე გადავინაცვლოთ. ისევ დავუბრუნდეთ 26 ივნისის კადრებს.
როცა სხდომათა დარბაზის გასასვლელთან მომწყდეული ოპოზიციონერი დეპუტატები მიხვდნენ, რომ ამ ხელა გაავებულ ხროვასთან ბრძოლა უშედეგო იყო და დარბაზის დატოვება სცადეს, ზუსტად ამ დროს სცენაზე გამოვიდა ჩვენი ბულკა იმობილის. დააკვირდით, ჩვენ ვხედავთ ამ სახეობის ერთადერთ, მაგრამ სრულყოფილ ევოლუციურ ფუნქციას. ის საკუთარი სხეულით კეტავს გასასვლელს. ის არ დარბის, არ ხტება ტრიბუნებზე მაკაკასავით. ის უბრალოდ არსებობს იქ, სადაც ოპონენტს ყველაზე მეტად უშლის ხელს და აწვება ხალხს. ის არის ცოცხალი საცობი, რომელსაც ადგილიდან ვერც ლოგიკით დაძრავთ და მით უმეტეს ვერც ძალით. ბუნებაში ამ ქცევას ერთი საოცარი და ძალიან სპეციფიკური ანალოგია აქვს. გაიცანით, ავსტრალიური ვომბატი. ვომბატი ერთი შეხედვით უწყინარი, ფუმფულა და ზანტი არსება. აი ზუსტად ისეთი, როგორადაც თავის თავს ახასიათებს ვასილ ჩიგოგიძე. რატომ მებრძოლო ბულკივით გასივა, რატომ მებრძოლო რა კიდე. მაგრამ ვომბატს ერთი უნიკალური ბიოლოგიური ჯავშანი აქვს. მისი სხეულის ყველაზე გამაგრებული, ფაქტობრივად აი ბეტონივით მაგარი ნაწილი არის მისი უკანალი. დიახ, როცა ვომბატი საფრთხეს გრძნობს, ის თავის სოროში ძვრება და შესასვლელს ზუსტად ამ გამაგრებული, წლობით ნაშენები ტრაკით კეტავს. მტაცებელი მას უკნიდან ვეღარაფერს ავნებს, რადგან იქ სუფთა ხრტილი და ძვალი ხვდება. სწორედ ეს ტაქტიკა გამოიყენა ჩვენმა ჰიბრიდმაც. ექსპერიმენტმა გაამართლა. როცა მართველი პარტიის, არადა მართველი ხროვის რიგებში არეულობა გაჩნდა, მან უბრალოდ გასასვლელში გაჭედა თავისი მასა და კარი საიმედოდ ჩარაზა. მაგრამ ნუ მოგატყუებთ ეს ტკბილი და რბილი ბულკის იმიჯი. როცა საქმე მის კომფორტს ეხება, ბულკა მომენტალურად რთავს აგრესიულ ინსტინქტებს. 2021 წელს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი იხსენებს, რომ ჩიგოგიძემ ფერჩი დაარტყა და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნენე დალაქიშვილს წიხლი რატო ამოარტყით? მე? დიახ თქვენ. მართალია თავად ჩვენი ვომბატი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ველურ ბუნებას ვერ მოატყუებს. მისი გარემოცვაც კი კრიმინალური ინსტინქტებით გამოირჩევა. ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ჩიგოგიძე იმყოფებოდა, მისმა თანხლებმა ხროვამ, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ, პოლიციელი ჯგუფურად გალახა. აი რატომ უნდა გვახსოვდეს, რომ ველურ ცხოველებს თუნდაც ბულკის ფორმა ჰქონდეთ, ახლო არ უნდა მივეკაროთ. ისიც უნდა ითქვას, რომ პარლამენტის ჰაბიტატამდე ჩვენი ბულკა წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ბინადრობდა. რკინიგზა კი, როგორც ვიცით, კორუფციის ტროპიკული ჭაობია, სადაც თავის დროზე ჩატარებულ სპეცოპერაციებში ჩიგოგიძის გვარიც ფიგურირებდა. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია. მოგვიანებით პარლამენტში საჯარო სექტორისთვის პრემია დანამატების დაბრუნება მოითხოვა. ევოლუციურად გენიალური არგუმენტით. სად ჯილდო, სად კორუფცია. ჯილდო არის წახალისებაო. სად ჯილდო, სად კორუფცია. ჯილდო არის წახალისება ადამიანის წარმატებებისთვის. და თუ გაინტერესებთ, როგორ წაახალისა მან საკუთარი თავი, მოდით მის ბუდეს შევხედოთ. ეს არ არის უბრალოდ დეპუტატის საცხოვრებელი. ოფიციალურად ის და მისი ოჯახი თბილისის, ბათუმისა და ბაკურიანის მასშტაბით 14 საცხოვრებელ ბინას ფლობს. აქ ვომბატებთან კიდევ ერთი სრულიად ფენომენალური მსგავსება გვაქვს. ვომბატი ერთადერთი ცხოველია დედამიწაზე, რომლის განავალიც კუბების ფორმისაა. დიახ, კუბებს ისაქმებს. ფაქტობრივად, რასაც ჭამს, იმისგან მზას სამშენებლო მასალას აკეთებს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჩიგოგიძეც სწორედად სამშენებლო ბიზნესშია ჩართული და ისიც ასეთ კუბებს ტოვებს. გლდანში შენდება 19 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ტერასა გრინ თაუერი. ესეც ფაქტობრივად ერთი დიდი ბეტონის კუბია, რომელიც მან თბილისის ცენტრში მოისაქმნა. ეჯისტრაკი. ოფიციალური დოკუმენტებით კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ჩიგოგიძის დიშვილია, მაგრამ დამოუკიდებელი გამოძიებები დგინდება, რომ რეალური ინვესტორი თავად ვასილ ჩიგოგიძე. აი ასეთი ევოლუციური მიმიკრი აქვს ათვისებული. 19 სართულიანი კუბიკი ისე დადგას, რომ ზედ მისი სახელი არ ეწეროს. პარალელურად კი წყნეთის სატყეო ზონაში 600 კვადრატული მეტრის ფეშენებელური 3 სართულიანი კუბიც აქვს წამოჭიმული, წამოსაქმებული. ეს არ გეგონოთ კორუფცია, მეგობრებო. ეს არის წახალისება ადამიანის წარმატებებისთვის. და ჩვენც ერთად წავახალისოთ, მეგობრებო, ვასიკო ჩიგოგიძე, ჩვენ ეჯისტრაკი. ამით წავახალისებთ, თქვენ კომენტარებში წაახალისეთ და ასე.
აი ესეთი ბიოლოგიური ინჟინერია აქვს ათვისებული ჩვენს ნიმუშს. ის შეიქმნა იმისთვის, რომ იყოს ჩუმად, ჭამოს ბევრი და როცა ალფა მამრს დასჭირდება, უბრალოდ საიმედოდ გაიჩხიროს კარში. თავისი ტაკუნებით. მეორე ადგილი. დოქტორ მოროუს კუნძულზე კიდევ უფრო ღრმად შევდივართ და მივადექით ჰაბიტატის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პარადოქსულ ეგზემპლარს, რომლის სამეცნიერო სახელიცაა მაკაკა იურისპრუდენტუს, ანუ მხტუნავი იურისტი. არჩილ გორდულაძე. ბიოლოგიაში მიღებულია, რომ ევოლუცია ველური ინსტინქტებიდან ცივილიზებული წესრიგისკენ მიდის. ჩვენი ეგზემპლარიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და წესით მისი ბუნებრივი იარაღი პარაგრაფები და მუხლები უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი ჰაერში საფრთხის ფერომონები ტრიალდება, მასში ადამიანის დნმ ითიშება და სრულიად სხვა ინსტინქტები ირთება. მეგობრებო, ველურ ბუნებაში ცხოველები იცით, რა თქმა უნდა, რომ ხშირად იყენებენ რელიეფს უპირატესობის მოსაპოვებლად. არც არჩილ გორდულაძეა გამონაკლისი. გორდულაძე ზუსტად ასე იქცევა. 26 ივნისს ისკვეთს ხდომათა დარბაზს, მაკაკასავით მოხდენილად ახტება ტრიბუნას და ზედა პოზიციიდან ფიზიკურად უსწორდება მომწყვდეულ მეტოქეს. თქვენ ალბათ იკითხავთ, როგორ გადაიქცა ჩვეულებრივი იურისტი, კანონშემოქმედი კაცი ასეთ აგრესიულ ხტუნავ არსებად. პასუხისთვის ისევ ბიოლოგიურ პარალელებს უნდა მივმართოთ. ტაილანდის ქალაქ ლოპბურში მაკაკების უზარმაზარმა ჯოგმა ქალაქი ფაქტობრივად აიღო და ადგილობრივებს ტერორში ამყოფებს. ამ მაკაკებმა ადამიანების მიმართ შიში დაკარგეს და არა მხოლოდ ქალაქს ატერორებენ, არამედ ერთმანეთშიც სერიოზული ომები აქვთ. ბანდები ჩამოაყალიბეს და სანაგვეზე ტერიტორიის გამო სასტიკად ჩხუბობენ. და იცით რატომ? შაქარზე დამოკიდებულების გამო. ტურისტებმა მათ იმდენით კბილეული აჭამეს, რომ თავისი ბუნებრივი დიეტა დაავიწყდათ. მათ აღარ სჭირდებათ ხეზე აძრომა ბანანისთვის. საკმარისია გადაგდებული ბაუნტი შეჭამონ და კალორიული შოკი მიიღონ. ამიტომაც ერთდროულად გაზარმაცდნენ და თან უკიდურესად აგრესიულები გახდნენ. აი ნახეთ. ხოდა გორდულაძის შემთხვევა ზუსტად ამ კატეგორიაშია და გეტყვით რატომ. ეს წესითა და რიგით უწყინარი კოსტუმიანი არსება იმდენად დაექვემდებარა შაქარ დამოკიდებულებას, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ მეტოქეებს, არამედ საკუთარი ხროვის წევრებსაც კი დაერია. და შაქარი ამ შემთხვევაში არის პარტიული პრივილეგიები, საბიუჯეტო რესურსები და სრული დაუსჯელობის სინდრომი. სხვათა შორის გორდულაძემ ერთხელ ენდემური დაპირისპირებაც მოაწყო. შიდა. პირდაპირ პარლამენტის სასადილოში დაეტაკა შალვა პაპუაშვილის მრჩეველს ალბერტ ბოგვერაძეს. პარლამენტის სასადილოში მომხდარ ინციდენტში ჩართული იყო ქართული ოცნების წევრი საკრებულოს დეპუტატი არჩილ გორდულაძე. კონფლიქტი სასადილოში დაიწყო და მანამდე გაგრძელდა, სანამ მანდატურებმა ეს გაავებული და გავეშებული არსებები არ გააშვილეს. არაა გამორიცხული სასადილოში დარჩენილ უკანასკნელ ეკლერზე დააყარეს ერთმანეთს, როგორც ნამდვილმა მაკაკებმა. სხვათა შორის მხტუნავ იურისტს, როგორც ნამდვილ მტაცებელს, ახასიათებს ნადირობის წინა ვოკალური რიტუალები და გამაფრთხილებელი სიგნალები. თავის დროზე ჟურნალისტებს ამას ეკითხებოდა. მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათო? ექსპერტებს ეგონათ, რომ ეს უბრალოდ მდარე რიტორიკული კითხვაა. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ეს იყო სამეცნიერო ჰიპოთეზა, რომლის პრაქტიკაში ტესტირებაც მან 26 ივნისს წარმატებით განახორციელა. მაგრამ გორდულაძის ყველაზე შთამბეჭდავი ევოლუციური მექანიზმი მაინც მისი ფინანსური კამოფლაჟია. ის არის ინიციატორი კანონ პროექტისა, რომელიც კორუფციაში მსჯავრდებულებს 30 წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. შემუშავებული იქნა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს და მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას ადამიანების სტუნებას, მათ შორის წყალებში, რომ თანხები მიითვისონ. აი ამ კანონის ინიციატორი თავად ოფიციალურად სრულიად შიშველია. ანუ საკუთარ სახელზე ქონებას საერთოდ არ ფლობს. ქონების შესანიღბად გორდულაძე იყენებს მეწყვილეს, თამთა კანთელაძეს. ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ თამთას წლიური ჯამური ხელფასი 4 სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის მიუხედავად მხოლოდ 23,396 ლარია. და იცით რა მოხდა? ამ 23,000-იანი კვებითი რესურსი თამთამ ევგენი მიქელაძის ქუჩაზე ერთდროულად 3 საცხოვრებელი სახლი შეიძინა.
აი ესე მეგობრებო, ბუნება მართლაც საოცრებებითაა სავსე. პირველი ადგილი მეანკესე. ახლა კი მეგობრებო, დროა ჩვენი ექსპედიცია ხმელეთიდან წყალში გადავიტანოთ. თან არა უბრალოდ წყალში, არამედ ძალიან ღრმა, ცივ და ბნელეთით მოცულ ოკეანეში. ცოტა დისკავერის წამყვანივით რო ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ამ პარლამენტში მომხდარი ველური ჩხუბის პირველ მიზეზს. ვის გამო დაატრიალდა ეს კოლექტიური ფსიქოზი? ვინ იდგა ტრიბუნაზე, ვინ და ირაკლი კობახიძე? მაგრამ თუ დააკვირდებით 26 ივნისის კადრებს, თავად კობახიძე ამ ჩხუბში არც ჩართულა და როგორც ჩანს, არც უნერვიულია დიდად. უბრალოდ იდგა თავისთვის და რაღაცები ილუღლუღა პოსტფაქტუმ. რატომ? იმიტომ მეგობრებო, რომ ჩვენი რეიტინგის პირველ ადგილოსანი ირაკლი კობახიძე არ არის არავითარი ჰიბრიდული ცხოველი. ის საერთოდ არ არის სრულყოფილი ორგანიზმი. ის მაქსიმუმ დიდი ცხოველის ნაწილია. მოდით გაგაცნობთ ერთ საოცარ არსებას. მეანკესე თევზი. ეს არის ზღვის ფსკერის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მტაცებელი. დაცურავს აბსოლუტურ სიბნელეში. თავზე უნათებს სპეციალური სატყუარა და მსხვერპლს უზარმაზარი კბილებით ყლაპავს. გონიათ ეს მტაცებელი არსება კობახიძეა? ნუ, რაღაც გაგებით კი. უბრალოდ აქ ერთი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი. იცით, ბუნება არამხოლოდ მშვენიერია, ხანდახან ის უბრალოდ შემზარავია. ეკრანზე რასაც ხედავთ, დიდი თევზი არის მდედრი. ხოლო ეს პატარა საცოდავი ლიფსიტა, სადღაც მუცელთან რომ აკრავს, მამრია. მამრი მეანკესე მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება დაეძებს მდედრს სუნით, ანუ ფერომონებით. როგორც კი იპოვის, მაშინვე მის სხეულზე მაგრდება. ამის შემდეგ კი დღეებისა და კვირების განმავლობაში მათი ქსოვილები და სისხლძარღვები ერთმანეთს ერწყმის. ამის შედეგად მამრს ნელ-ნელა უქრება თვალები, მერე უქრება საჭმლის მომნელებელი სისტემა, მერე უქრება ტვინი. ის კარგავს ყველაფერს, რითაც დამოუკიდებელ არსებად ითვლებოდა და ფაქტობრივად იქცევა, როგორ თქვა, კორექტულად არ ვიცი, ის იქცევა უბრალოდ სასქესო ორგანოდ. თუ ამას ვინმე სიძულვილის ენად ჩამითვლის, ყველა პრეტენზია დედა ბუნებასთან. მე რა შუაშია. და როგორც კი სასქესო ორგანოდ იქცევა, მორჩა. სხვა დანიშნულება მას ამ ქვეყნად აღარ აქვს. ის მთლიანად მდედრის ორგანიზმიდან იღებს საკვებს და მის გარეშე ერთ წამსაც ვერ იცოცხლებს. ალბათ უკვე მიხვდით, ჩვენს ბნელ პოლიტიკურ ოკეანეში ეს უზარმაზარი მეანკესე თავად ბიძინა ივანიშვილია. ხოლო კობახიძე მასზე მიბმული თვალებ და ტვინ დაკარგული გამოშიგნული მოლაპარაკე ბიძინა ხანდახან გამოყოფს ხოლმე ამ თავის ორგანოს პარლამენტში, ალაპარაკებს რაღაცებს, მერე ისევ უკან მალავს. მერე ისევ გამოყოფს, მერე ისევ მალავს. კობახიძე საკუთარი ნება არ გააჩნია. ის ივანიშვილის სისხლძარღვებზეა მიერთებული და მხოლოდ მაშინ ინძრევა, როცა დიდი თევზი ჰორმონებს უშვებს. ზუსტად ამიტომ არ ნერვიულობდა ის ჩხუბზე. ორგანოს ინდივიდუალური ნერვული სისტემა აღარ გააჩნია. და აქ მივდივართ ყველაზე ტრაგიკულ ნაწილამდე. იცით რა ემართება მამრს, როცა მისი საჭიროება აღარ არის? დედრი მას იშორებს? არა. დედრს შეუძლია სხეულზე ერთდროულად რამდენიმე მამრი ყავდეს მიკრული. 2, 4, ზოგჯერ 8-ც კი. როცა ერთი ორგანო თავის ფუნქციას ამოწურავს, დიდი თევზი უბრალოდ ახალს პოულობს. ძველი კი უკან ვეღარ მოძრება. ის ხომ უკვე სრულად შეხორცებულია და ყველაფერი მისცა პატრონს. ამიტომ ის უბრალოდ კიდია დიდ თევზზე სრულად უფუნქციოდ. მკვდარი დანამატი. ამჟამად ამ ძველ უფუნქციოდ ჩამოკიდებულ მამრ მეანკესეს ირაკლი ხარიბაშვილი. ის იმდენადაა ბიძინას სხეულში შეზრდილი, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება აღარ შეუძლია. ზის ახლა ციხეში და თავის ოჯახის წევრებს ავალებს, რომ ბიძინასთან გადაღებული ფოტოები ატვირთონ Facebook-ზე. ზის ეს ჩამოკიდებული გამხმარი ორგანო და ფიქრობს, ეგება რამეში ისევ დავჭირდე. ეგება ერთი ჰორმონი ისევ გადმოუშვას და გამიხსენებს. მოკლედ იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ რა ჯანდაბა მოხდა 26 ივნის პარლამენტში, მიკროსკოპი უნდა გადავდოთ და მოვლენას გლობალურად, როგორც ერთიან კოლექტიურ ფსიქოზს შევხედოთ.
დააკვირდით ამ კადრებს. ეს არ არის რაიმე იდეის დაცვა. ველურ ბუნებაში ეს ქცევა ბიოლოგიური შიშის სრულყოფილი მაგალითია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტრიბუნასთან ოპოზიციონერი გიორგი შარაშიძე გამოვიდა და კობახიძეს გაახსენა ალიევის ვიზიტი, სადაც კობახიძე კუთხეში იდგა. და იცით სინამდვილეში რა მოხდა ამ დროს? შარაშიძემ ამ ტექსტით ფაქტობრივად პირდაპირ ბიზინა ივანიშვილს მიმართა და უთხრა: ბიზინა, ალიევთან შეხვედრისას ცოტა ზედმეტად გამოგიჩნდა ეს შენი ორგანო. აი ზუსტად აქ დაემართათ ქოც დეპუტატებს უმწვავესი კოგნიტური დისონანსი. ისინი გაცოფდნენ არა იმიტომ, რომ კობახიძეს იცავდნენ, არამედ იმიტომ, რომ შარაშიძემ ხმამაღლა თქვა ის, რის თქმასაც თავად მილიონი წელი ვერ გაბედავდნენ. თუმცა კარგად იციან. აი ამაზე ჩაირთო პანიკის ღილაკი და დაიწყო ბუნებაში გავრცელებული მასობრივი ანომალიები. გაგიგიათ რამე ჭიანჭველების სიკვდილის სპირალზე. როცა ჭიანჭველები ლიდერის ფერომონის ან სუნის კვალს კარგავენ, ისინი ტოტალურ პანიკაში ვარდებიან, რადგან დამოუკიდებლად ორიენტაცია არ შეუძლიათ. ბრმად ედევნებიან წინ მიმავალი ჭიანჭველის კუდს. ასე იკვრება გიგანტური წრე, სადაც მილიონობით მწერი დაუსრულებლად დადის ერთ ადგილას, სანამ ყველა არ ამოწყდება. არანაირი აზრი, არანაირი ლოგიკა, მხოლოდ ბრმა მორჩილების ინსტინქტი. და იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური აზროვნება ამ ჩვენს ჰიბრიდებსაც არ აქვს, უბრალოდ ერთმანეთს აედევნენ. ირაკლი ხელაძემ დაარტყა, ესე იგი დარტყმა საჭირო და დაიწყო სპირალი. ლაშა ტალახაძე მირბის და კაც ზურგიდან ურტყამს. არა იმიტომ, რომ ჩხუბი უნდა, არამედ იმიტომ, რომ წინამ ასექნა. არჩილ გორდულაძე ტრიბუნიდან ხტება. ირაკლი კირცხალია ორ კაცს ურტყამს. გენო პეტრიაშვილი ფინალში ძვრება, ჩიგოგიძე კი კარს კეტავს. ისინი უბრალოდ ერთმანეთის მოძრაობას იმეორებენ კოლექტიურ, ისტერიულ წრეში. მათ სასიკვდილოდ ეშინიათ, რომ შუშის სასახლიდან ვინმე მართვას. ნახე, ის არ გაინძრა. ეთყობა სათანადოდ არ უყვარვა. ისინი ფიზიკურად კი ესხმიან სხვას, მაგრამ რეალურად თავის დაცვას ცდილობენ. უფრო სწორად, ცდილობენ, რომ დაიცვან თავიანთი ათათი ბინა, მილიონიანი მანქანები, ბეტონის უტენდერო ბიზნესები და მილიონიანი საბანკო ანგარიშები. ეს აგრესია მათი დაცვითი მექანიზმია, მათი შიშია. და ეს არის ამ ენდემური სახეობის მთავარი ტრაგედია. რამდენი ოქროს მედალიც არ უნდა დაიკიდონ კისერზე, რამდენი უცხოური დიპლომიც არ უნდა ჩასვან ოქროს ჩარჩოებში, ისინი სამუდამოდ რჩებიან შეშინებულ წერებად. ბუნება მართლაც საოცარი და შეუბრალებელია, მეგობრებო. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ჰაბიტატის შემსწავლელ ექსპედიციას პარლამენტში ჩვენივე გადასახადებით ჩვენ თავად ვაფინანსებთ. მე ბექა ყორშია ვარ, ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გულშემატკივრობთ, გვიწერთ კომენტარებს და გვაგულიანებთ. ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ და ძალიან დიდი მადლიერებით ვივსებით. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.